კავსაძე, მარინა კახიანი, ედმონდ კალანდაძე და ზურაბ ნიჟარაძე ერთ ფილმში შოთა კალანდაძემ ახალი კინოსურათის გადაღება დაასრულა. ამჯერად რეჟისორისთვის საინტერესო აღმოჩნდა პროცესი, როგორ ქმნიან ცნობილი მხატვრები პორტრეტებს. შორნე კოპალეიშვილი ესწრებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში გადაღებებს და პირველად მის რეპორტაჟში ნახავთ კადრებს ახალი კინოფილმიდან კინოლექსები. სახეები, რომელთა გარეშეც ქართული თეატრი ალბათ წარმოუდგენელია, ახლა ცნობილი მხატვრების ფუნჯით ტილოზე დაიწერება. სწორედ ამ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროცესს რეჟისორი შოთა კალანდაძე თავის ფილმში გაერთიანებს. ცნობილი სახეები ფილმში კინოლექსები რეჟისორის ჩანაფიქრის მთავარ სათქმელს მომავალში ახალ თაობას ეტყვის. ეს ფილმი უკვე დავიწყე სადღაც წელიწად ნახევარია. და მართლა მადლობას ვეუბნები ბატონ ზურაბს და ბატონ ედმონდ კალანდაძეს, რომ მიძლებენ ამდენი ხანი და არ მეუბნებიან უარს. თუ უამრავი გენიალური მსახიობი, მომღერალი თუ შიშველი ნატურა დაიხატა. ახალგაზრდისთვის საინტერესო იქნება 100 წლის მერე, ხო, რომ შეხედოს როგორ ხატავს დიდი ოსტატი. ჩვენ რო გქონოდა ვთქვათ, როგორ ხატავს ფიროსმანი იმის კადრები, ხო საინტერესო იქნებოდა. არსებობს ცოცხალი ადამიანის გადააქვს ტილოზე, ამათთან საუბარი, მე შეიძლება ეს კაცი, რომელიც დახატა, ისე საუბრებოდა. მე არ ვიცი როგორ დაამონტაჟებს, რას ფიქრობს ამ დროს ისა, მე არ ვიცი, მაგრამ საბოლოო ჯამში შეიძლება საინტერესო იყოს. ცნობილმა მხატვარმა ქართული თეატრალური სცენის ცნობილი ქართველი მარიამ წიუვარტის პორტრეტი სწორედ ამ ფილმისთვის შექმნა. მხატვრის ტილოზე რამდენიმე მოდელის სახით აღიბეჭდა. ზურაბ ნიჟარაძის და ედმონდ კალანდაძის ფერწერა ახლა უკვე კინოლექსების ფირსეც აისახა. ნიჟერი ადამიანი საერთოდ არა მარტო როგორც რეჟისორი ხატავდა, ძალიან კარგი ფერწერა აქვს, შვენიერი. მაგრამ ამავე დროს აინტერესებს შემოქმედებითი პროცესის რაღაც რომ იყოს სადღაც აღბეჭდილი ეს ფირზე კინოში ანდრახის და შემომთავაზე მე ესეთი მონაწილეობა საინტერესო იქნება ბევრი წლების მერე საუკუნეების შემდეგ შეიძლება შემდეგ ახალგაზრდებმა აღმოაჩინონ, რომ არსებობდნენ ესეთი მსახიობები, რომელსაც შეიძლება საინტერესონი, პოპულარულები, საინტერესო. კინოლექსებად ქცეული მე-20 საუკუნის ცნობილი ქართველი ხელოვანები შოთა კალანდაძის ფილმთან ერთად ბერლინის თანამედროვე კინოს მუზეუმში გაემგზავრება.